27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინომ ქრისტიანობა საქართველოში მეოთხე საუკუნის 30-იან წლებში იქადაგა. 1695 წელს აჰმედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის სულთანი მუსტაფა მეორე გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯიის უნივერსიტეტი დაარსდა. ეს ამერიკაში პირველი საზოგადოებრივი უნივერსიტეტი იყო. 1820 წელს რუსეთის ექსპედიციამ ფადეი ბელინსჰაუზენისა და მიხაილ ლაზარევის ხელმძღვანელობით ანტარქტიკა აღმოაჩინა. 1888 წელს ვაშინგტონში ეროვნული გეოგრაფიის საზოგადოება დაარსდა. 1944 წელს ლენინგრადი ორწლიანი ბლოკადისგან განთავისუფლდა. 1945 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან ნაცისტების ტყვეები გაათავისუფლეს. 1967 წელს კენედის კოსმოდრომზე გაჩენილმა ხანძარმა კოსმოსური ხომალდი აპოლო 1 გაანადგურა და 3 ასტრონავტის სიცოცხლე შეიწირა. 1967 წელს 60-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა კოსმოსური სივრცის ხელშეკრულებას, რითაც კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოყენება აიგრძალა. 2009 წელს რუსეთის მე-16 პატრიარქი სმოლენსკის და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე გახდა. 1571 წელს დაიბადა აბას პირველი, ირანის შაჰი. 1756 წელს დაიბადა ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. 1944 წელს დაიბადა ჯგუფ პინკ ფლოიდის მუსიკოსი ნიკ მეისონი. 1901 წელს გარდაიცვალა იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი. 1983 წელს გარდაიცვალა ფრანგი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ლუი დე ფიუნესი. 2004 წელს გარდაიცვალა ფილიპინების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სალვადორ ლაურელი.